კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. 107 ხმა 8 წინააღმდეგ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-14 სესიის ფარგლებში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ჰუმანიტარული ხასიათის აღნიშნულ რეზოლუციას ჩვენი ქვეყანა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს. დოკუმენტი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. It is an honor to once again address the General Assembly and I quote to end practice of arbitrary deprivation. ამ რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება რეაგირება მოახდინოს იმ დევნილთა და ლტოლვილთა ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები 1990-იანი წლებიდან დაწყებული ეთნიკური წმენდის თანმიმდევრული ტალღების დროს, რამაც კულმინაციას მიაღწია 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით. დღემდე ისინი მოკლებულნი არიან საკუთრების უფლებას და თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას. 2008 წელს ამ რეზოლუციის პირველი მიღების შემდეგ მან მოიპოვა მზარდი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მომხრეხმებისა და თანაავტორების მუდმივი მზარდი რაოდენობით. დღეს რეზოლუციის პროექტის თანაავტორია გაეროს 67 წევრი სახელმწიფო მსოფლიოს ყველა რეგიონიდან, რაც ადასტურებს საერთო ერთგულებას ამ ტექსტში ასახული საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისადმი. პირველ რიგში ესაა დაბრუნების უფლება, საკუთრების უფლების პატივისცემა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოწოდება, რაც წევრ სახელმწიფოებს აძლევს გარანტიას, რომ რეზოლუცია ადამიანზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს რეგიონში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობის შენარჩუნებას. მნიშვნელოვანია ამ პრინციპების აზრით აღსება. ეს გულისხმობს მუდმივ ყურადღებას ჰუმანიტარული სიტუაციისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმართ ყველა დაზარალებულ რეგიონში საქართველოში. ჰუმანიტარულ აქტორებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ხშირად იმყოფებიან გადაადგილებისა და უსაფრთხოების ნაკლებობის მწვავე რისკის ქვეშ. ეს პრინციპები ასევე მოითხოვს მკაფიოდ და ნათლად იქნას აღნიშნული მშვიდობის პოსტულატები, გაეროს წესდების პრინციპების დაცვა, კერძოდ ყველა წევრი სახელმწიფოს ვალდებულება და ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს დადასტურებულია უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში საქართველოს შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიური ძალისხმების გაწევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კვლავ რჩება დიალოგის მნიშვნელოვან ფორმატად. ამ პროცესის ფარგლებში ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებისთვის. ამიტომ ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ რეზოლუციების მიღება, არამედ მათი აზრით აღსება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სოციალურ ქსელში ეხმაურება. მაკა ბოჭორიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს გვერდით დადგა და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას. ამასთან, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეკორდული 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას. საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები ურთიერთობის პოზიტიური დღის წესრიგის ფორმატში გადავიდნენ. ამის შესახებ სახელმწიფო გუნდში საუბრობენ. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ვაშინგტონიდან ბოლოდროინდელი გზავნილები ამის მორიგი დასტურია. მათივე თქმით, რეალური სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების ორმხრივი ინტერესი არსებობს, რისთვისაც პროაქტიული სამუშაო პროცესი გრძელდება. სახელმწიფო გუნდი ყურადღებას ამახვილებს იმ აქტორებზეც, რომლებიც ამ პროცესის დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობენ. თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, ორი ქვეყნის ხელისუფლების გაცხადებულ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება.
მარკო რუბიოს განცხადებით, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტთან დაკავშირებული საელჩოს განცხადებით, ამით დასრულდა ეგრეთ თქვარი კრიზისული სიტუაცია ურთიერთობების საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ უკვე გადავედით პოზიტიურ დღესასრიგის ფორმატში. ჩვენ სამუშაო პროცესს ვაგრძელებთ, არის ორმხრივი ინტერესი ურთიერთობების არაუბრალოდ გადატვირთვის თუ აღდგენის, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების. ხედავთ, რომ საქართველოსში და ამერიკაშიც არიან პირები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პროცესი შეაჩერონ. მაგრამ თავარი რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ არსებობს ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის და ამ ნებას და ამ სურვილის წინ ვერაფერი დაუდგება. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო ასეთი ვთქვათ დაზიანებული ურთიერთობების აღდგენა, თუმცა რადგან ორივე მხარის მზაობა არსებობს, შესაძლებელია უკვე ახალი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს სწორუპოვნად თავის სუვერენიტეტს დაიცავს ყოველთვის, თავისი ქვეყნის ინტერესებს და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ამერიკისთვისაც იქნება ეს კარგი, იმიტომ რომ რაც ძლიერი იქნება საქართველოს კავკასიაში და ზოგადად რეგიონში, მით უფრო ძლიერი პარტნიორი ეყოლება ამერიკას ამ რეგიონში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია გეკა გელაძე აზერბაიჯანელ კოლეგას ალი ნაგიევს შეხვდა მხარეებმა მიმოიხილეს არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები. ხაზი გაიცვა მზარდი გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წლის სექტემბერში ბაქოში დაგეგმილ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმს. გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს უწყების 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა გიორგი გვარაკიძემ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის როგორც საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა, არსებული ტენდენციები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები შეაჭამა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ გენერალურმა პროკურორმა საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. ძალიან საინტერესო წარიმართა, რადგან გენერალური პროკურორი შეეხო პროკურატურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მან საბჭოს წევრებს მოგვაწოდა ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელიც აისახა ანგარიში 2025 წლის, ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც სისტემამ გაატარა დაზარალებულთა უფლებების უფრო ეფექტიანად დაცვის მიმართულებით, მან ისაუბრა ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პროკურატურა და მოგვაწოდა სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. მისასალმებელია ითქვას ის, რომ 2025 წლის ანგარიში ძალიან ბევრი მიმართულებით აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს. ანგარიში იყო ძალიან საინტერესო, შინაარსობრივი და ამომწურავი და ის ტენდენციები, რაც თვითონ ამ დოკუმენტში არის მოცემული, საინტერესო არის არა მხოლოდ დაინტერესებული პირებისათვის, არამედ მათ შორის იმ ადამიანებისთვის, სტუდენტებისთვის, ვინც სისხლის სამართლის პოლიტიკას სწავლობს და ამ მიმართულებით არის დაინტერესებული, რადგან ძალიან ბევრი მონაცემი, სტატისტიკა, დიაგრამა ამ მხრივ მისთვის ძალიან საინტერესო და მოსაყენებელი იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში დიღმის მასივში ერთ-ერთ სკვერში ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ალიანსის წევრები ისევ დაპირისპირების რეჟიმში რჩებიან. გვარამია ჩერგოლეიშვილის ერთობლივი თავდასხმის ობიექტი კვლავ ნაციონალური მოძრაობაა. პარტიის ყოფილი წევრები მოქმედ წევრებს ისევ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით ამუნათებენ. გვარამია მიიჩნევს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბელადის სახელის ექსპლუატაციას უნდა შეეშვას და პოლიტიკურ ველზე დასარჩენად სხვა რესურსები მოიწიოს. ახალის ლიდერი ყოფილი თანაპარტიელების მძიმე შეცდომებზე მიუთითებს და ნაცმოძრაობაში გუნდურობისა და მკაფიოობის დეფიციტზე საუბრობს. გვარამიას Facebook სტატუსის სულისკვეთებას სრულად იზიარებს ფედერალისტების ლიდერიც. ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი საკუთარი ახირების მსხვერპლია და ყველას ანადგურებს, ვინც მის გვერდით არის.
დამარცხებული ნაცმოძრაობის და მისი დამფინანსებლების გაправება თუ რატომ ვერ შეძლეს, ტყუილიცაა და დღემდე სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურება. ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვიდრე ნაცმოძრაობა ვერ გაიგებს, რომ მარტო მიშა არაა საკმარისი, არათუ არჩევნების მოსაგებად, არამედ ოპოზიციაში ყველაზე წინ გასასვლელადაც კი. რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ასე იქნება. იმიტომ კი არა, რომ მიშაა სუსტი, არამედ იმიტომ, რომ არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს. რეალურ პრობლემებზე მიუთითეთ ჯობია ამ პარტიასაც და მიშასაც, იმის ნაცვლად, რომ რა თქმა უნდა 100-ია და საკმარისია იძახოთ და ატყუოთ. ატყუოთ და კიდევ უფრო შეამციროთ მათი შანსები და ისეთი უმძიმესი შეცდომები დააშვებინოთ, როგორც მიშას აქ ჩამოსვლა იყო და უსასრულო ციხისთვის გაწირვა. გვარამიას პოსტის სულისკვეთებას ვეთანხმები. უბრალოდ მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია. მიუხედავად იმისა, გვარამიას რად ეჩვენება, რომელმაც პოლიტიკური ინსტინქტი მთლიანად დაკარგა და საკუთარი დელუზიური ახირების ტყვეობაში არა მხოლოდ თავს, არამედ ყველას ანადგურებს, ვინც მასთან საქმეს იჭერს. ამ მრჩეველი გააქრობს, თორემ მე მხოლოდ სამართლიანი წესებით ვაპირებ მასთან მოპყრობას. მეორე დღეა თბილისი მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს ჯანსაღი ქალაქის სპორტული და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ტურიზმი და თანამედროვე ტენდენციები, დემოგრაფია, მიგრაცია, მდგრადი ხელმისაწვდომი და სოციალურად ინკლუზიური საცხოვრისი. დღევანდელი დღე სხვადასხვა საკითხზე დისკუსიებს და სესიებს ეთმობა. მდგრადი განვითარების ფორუმის სფეროს ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს. დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა. მთავარი განსახილველი თემაა ტურიზმის მნიშვნელობა. მე ძალიან მაინტერესებს ტურიზმის და მისი მდგრადი განვითარება. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ვისაუბრებ სამუშაო ძალის განვითარებაზე და მის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაზე, რომლებიც სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში საქმიანობენ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და პროფესიული განვითარება, რათა ქვეყანა მეტი ტურისტი მოიზიდოს და სტუმრებმა საქართველოში ყოფნისას უკეთესი გამოცდილება მიიღონ, რაც მათ კვლავ დაბრუნების სურვილს გაუჩენს. მშვიდობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. შეუძლებელია ადამიანების სიამოვნებით ესტუმრონ ისეთ ადგილს, სადაც მშვიდობა არ არის. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან გეოგრაფიულ რეგიონში მდებარეობს და თქვენი ნეიტრალიტეტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მშვიდობა და სტაბილურობა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ტურიზმის ზრდის წინაპირობაცაა. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერებაზე. შეხვედრაზე ხაზი გაისვა ქართველი და ჩინელი სტუდენტებისთვის ერთობლივი განმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას. ჩვენ მქონდა შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, ასევე ბაკალავრიატის სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან და ვნახეთ და პირადად დავრწმუნდით თუ როგორი მაღალი ხარისხით მიმდინარეობს ქართული ენის სწავლება, პოპულარიზაცია. დღეის მდგომარეობით 30-ზე მეტი ახალგაზრდა არის ჩართული სასწავლო პროცესში და ისინი ეუფლებიან ქართულ ენას. ამასთან ერთად სწავლობენ საქართველოს კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს. ვიზიტის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, რომ კითხვებზე პასუხი გაგვეცა, რომელიც სტუდენტების მხრიდან იყო დასმული ძირითადად და ამასთანავე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბაკალავრიატის ყველა სტუდენტი მოვიწვიოთ წელს ზაფხულის განმავლობაში საქართველოში, სადაც მათთვის დაორგანიზებული იქნება სპეციალური ქობულეთში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამო გაიმართა, რომელიც მისი დაბადებიდან 73 წლის თავს მიეძღვნა. ღონისძიებაში მუსიკალური ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, გურამ თამაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები გურამ თამაზაშვილის რეპერტუარიდან. დიდმა გურამმა თამაზაშვილმა კიდევ ერთხელ შევკრიფა ერთად თელი ქობულეთი, თელი აჭარა, თელი საქართველოს შეიძლება ითქვას. მისი მეგობრები, უფროსი თაობა, დღევანდელი ახალგაზრდობა, ყველა ერთიანად ვიყავით და გვიხაროდა
დიდი გურამის შემოქმედება. მადლობა მას დაუვიწყარი სიყვარულისთვის, ურთიერთობისთვის, მეგობრობისთვის და დღეს მინდა განსაკუთრებით დიდი მადლობა უთხრა გურამის იმ მეგობრებს, რომელიც 24 საათი მის გვერდით იყვნენ და დღეს გვაჩუქენ სასწაულის საღამო. ყველაზე ძალიან რაც მახარებს არის რომ მამას მთელი ღვაწლი ქართულ სიმღერაში ესე ლამაზად ღირსეულად გადაეცა თაობებს და გრძელდება ეს ლამაზი ტრადიცია. დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი ეროვნული გეგმის შემუშავება დაიწყო. ორგანიზების ოფიციალურ გახსნაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისა და ქვეყნის მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე გარემოს დაცვის მსოფლიო დღე დედაენის ბაღში მრავალფეროვანი შემეცნებით გასართობი აქტივობებით აღინიშნება. დავით სონღულაშვილი ეკოსაგანმანათლებლო კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებსა და პროექტ განათლება მწვანე მომავლისთვის ფარგლებში გამოვლენილ საუკეთესო პედაგოგებს დააჯილდოვებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით მცხეთა მთიანეთის რეგიონში სოფელ თვალივში სახელმწიფო ტყეში დასუფთავების აქცია გაიმართა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცდილობს ყოველწლიურად ისეთი სახის ღონისძიებებით აღნიშნოს ეს დღე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი გარემოს გაუმჯობესებას და ზიანის თავიდან აცილებას. მაგალითისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა გარემოს დაბინძურებაა და ჩვენ ტყის ერთი მონაკვეთი დავასუფთავეთ, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შემოგვიერთდნენ და ამ ასეთი სახის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტო პერმანენტულად მართავს ქვეყნის მასშტაბით. დღეს მოვედი კიდევ ჩვენი ქვეყნის სიყვარულზე სალაპარაკოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია ნელ-ნელა უფრო წინ წავა და უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება. არ შეიძლება აი ამეების დაყრა ბუნებაში. გაუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, იმიტომ რომ აქ ჩვენმა შვილებმა, იმათმა შვილებმა და კიდევ უამრავმა თაობამ უნდა იაროს და გაატაროს ძალიან კარგი დრო. ასეთი იყო ახალი ამბები პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობა ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.